მოგესალმებით მეგობრებო. მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ მორიგ ტესტურ დავალებებს, რომელიც შედგენილია საქართველოს კონსტიტუციიდან. აღნიშნულ ტესტებზე მუშაობა გაგავარჯიშებთ თქვენ და გამოგადგებათ არაერთი მიმართულების იურიდიულ სფეროში გამოცხადებული გამოცდების ჩასაბარებლად. მე-11 ტესტური დავალება არის შემდეგი: საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა ურყევინებაა დაამკვიდრონ. A ვარიანტია სოციალური სახელმწიფო, B ვარიანტია სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, G ვარიანტია კანონიერი და სამართლიანი სახელმწიფო და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. აქ მარტივად უნდა ვიცოდეთ, რომ სწორი პასუხი გვექნება B ვარიანტი, რაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულიდან, რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით, შემდეგი ტექსტით. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევინებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო და ასე შემდეგ გრძელდება. ანუ ხედავთ, რომ მოქალაქეთა ურყევინება საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით არის დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. მე-12 ტესტური დავალება არის საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება. A ვარიანტია დასაშვებია მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით, B ვარიანტია აკრძალულია, G ვარიანტია შეიძლება რეფერენდუმის ჩატარების გზით და D ვარიანტია დასაშვებია გამონაკლისს შემთხვევებში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით. აქ ცალსახად პასუხი გვაქვს B ვარიანტი თანახმად კონსტიტუციის მეორე მუხლისა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი საფუძვლით. მე-13 ტესტური დავალება არის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ვინ აწესრიგებს ადგილობრივ მნიშვნელობის საქმეებს. A ვარიანტია საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, B ვარიანტია სახელმწიფო რწმუნებული, G ვარიანტია თვითმმართველი ქალაქის თემის მერი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და D ვარიანტია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკრებულოსთან ერთად. მე-7 მუხლი კონსტიტუციისა გვიდგენს ტერიტორიული მოწყობის საფუძვლებს, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივ მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობისა. ამიტომ ხედავთ, რომ აქ სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, A ვარიანტი. მე-14 ტესტური დავალება უკვე ეხება საქართველოს პრეზიდენტის თავს. კონსტიტუციის მიხედვით რა ასაკის პირს აქვს უფლება არჩეული იქნეს საქართველოს პრეზიდენტად. A ვარიანტია არანაკლებ 30 წლის, B ვარიანტია არანაკლებ 35 წლის, G ვარიანტია არანაკლებ 40 წლის და D ვარიანტია ნებისმიერ სრულწლოვანს. აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი არის G ვარიანტი. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩიეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ასევე დათქმა არის, რომ ასეთი პირი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს 15 წელი მაინც. ამიტომ დავიმახსოვროთ, რომ აქ არის 40 წლიანი ასაკობრივი ჩამკეტი. რაც შეეხება ბოლო მე-15 ტესტურ დავალებას, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ჩამოთვლილთაგან რომელი სუბიექტი ან ორგანო ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს. A ვარიანტია საქართველოს მთავრობა, B ვარიანტია საქართველოს პრეზიდენტი, G ვარიანტია საქართველოს პარლამენტი და D ვარიანტია ცენტრალური საარჩევნო კომისია. თანახმად 54 მუხლისა კონსტიტუციის, რომელიც მთავრობის თავს ეხება, თავში არის მოქცეული, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლების უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები, რომელთა უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, განსაზღვრული არის კანონით. ამიტომ ხედავთ, რომ ორგანო ნიშნავს და არა სუბიექტი სახელმწიფო რწმუნებულს და ესეთი ორგანო არის საქართველოს მთავრობა. აღნიშნულ ვიდეოში ეს 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა თქვენი შემომეთავაზებინა. ვფიქრობ, რომ გავარჯიშებაში დაგეხმარებათ და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.